ვარ მარინა კახიანი, რუსთაველის თეატრის მსახიობი პირველ რიგში. მოგეხსენებათ, მსახიობებს უმეტესად აქვთ ისეთი პერიოდები, მოქმედ მსახიობებს გულისხმობ, რა თქმა უნდა, არის პერიოდი, როდესაც ძალიან დაკავებული ხარ და სხვათა შორის ძალიან ხშირად ხდება, როდესაც თეატრში ხარ აქტიურად დაკავებული, ეს როგორ გითხრათ, თითქოს სპეციალურად ხდება ხოლმე, იმდენი შემოთავაზებები არის ხოლმე სხვა კინოდან, ტელევიზიიდან, სხვა თეატრებიდან, რომ მე შემდეგ იწევს არჩევანის გაკეთება, ხანდახან ძალიან ხშირად უარის თქმა ამა თუ იმ პროექტზე, ფილმზე და მე სხვათა შორის არაერთხელ მქონია, რომ ძალიან საინტერესო ფილმზე, ხას გაუსვამ ფილმებზე, მithქვამს უარი და სხვათა შორის მინდა ვთქვა, არა მარტო ქართულ ფილმში მქონდა ხოლმე საზღვარგარეთიდანაც შემოთავაზებები და მე ყოველთვის პრიორიტეტს ვანიჭებდი სცენას, ჩემს თეატრს. ეს შეიძლება დღევანდელი ახალგაზრდა მსახიობებისთვის გასაკვირიც კი იყოს, მაგრამ მე ჩემ თავს პირველ რიგში ვთვლი თეატრის მსახიობა და ამიტომ რა თქმა უნდა ძალიან მიყვარს კინო, კამერა, მაგრამ როცა არჩევნის წინაშე ვდგებოდი და ვდგები, რა თქმა უნდა ყოველთვის ვირჩევ თეატრს. ამ ეტაპზე რამდენიმე სპექტაკლში ვთამაშობ რუსთაველის თეატრში, ასევე ვთამაშობ სანდრო მრევლიშვილის სახელობის თეატრში, იგმარ ბერგმანის პიესა, რომელიც ბატონმა მიხეილ მრევლიშვილმა დადგა და მე და ბატონი აკაკი ვთამაშობთ ხიდაშელი. სხვათა შორის უკვე რამდენჯერმე პრემიერებული იყო ეს სპექტაკლი და არა მარტო თეატრალური საზოგადოების მიერ, საერთაშორისო ფესტივალზე, ძალიან სასიამოვნოა. გარდა ამისა ვთამაშობ რუსთაველის თეატრის სცენაზე ედუარდო დე ფილიპოს ნეაპოლი, მილიონერი ამალიას რომ მთავარ როლს ვთამაშობ, აგრეთვე ბატონი სომხეთის თეატრალური საზოგადოების თავმჯდომარემ დადგა რუსთაველის თეატრში სპექტაკლი იცოცხლე ვიდრე ცოცხალი ხარ, იცხოვრე ბოდიში ვიდრე ცოცხალი ხარ და გარდა ამისა კიდევ ვთამაშობ, ეს იყო არა რუსთაველის თეატრის პროექტი, მიუზიკლი კინტო, სადაც ძირითადად მომღერლები არიან დაკავებული, ქალბატონი თამრიკო გვერდწითელი, ბატონი ბადრი ჩიხიაშვილი, კვინტეტის სერენადა ფანტასტიკური, მოცეკვავეები და რამდენიმე მსახიობიც ვთამაშობთ და მეც მათ შორის ძალიან სასიამოვნო იყო პროცესი მუშაობის. ჩვენ უკვე ბათუმში გასტროლებზე ვიყავით, კინტოთი, ეს არის აკაკი წერეთლის კინტო, ქალბატონი ნუნუ გაბუნიას მუსიკა, ფანტასტიკური მუსიკა და სხვათა შორის გურჯაანის მუსიკალურ ფესტივალზეც ვითამაშეთ კინტო და მიხარია ძალიან საამაყუროა ესეთი მომღერლების გვერდით მომიწია არა მარტო თამაში, ცეკვა, თქვენ წარმოიდგინეთ მხერი. და თან ძალიან მწყვეტია, რომ ესეთი მომღერლების და ქალბატონი თამრიკო გვერდწითელის გვერდით მეც მხერი, ესე რომ გვიან არაფერი არ არის არასდროს. მე პირველად ცხოვრებაში ორკესტრთან ცოცხლად ვიმღერე და ძალიან ამაყია ძალიან ისეთი ნათქვამია, მაგრამ მე სიამოვნა, რომ აი ესეთ ასაკში მე რაღაც ისეთ რა მიმღერე სპექტაკლში წამიხიღინები, ასე ვიტყვი, იყო კიდე ესეთი იმეც ქონდა სხვათა შორის ბენეფისი, სადაც მე მომიწია სიმღერა, რატი თურგლიშვილთან ერთად ვიმღერე სიმღერა და კიდე ფილმიდან, ალმოდოვარის ფილმიდან ვიმღერე ესპანური სიმღერა, მაგრამ ის სხვა იყო, იცით, ის ჩავწერე სტუდიაში ვიმღერე და ორკესტრთან ერთად დიდ ორკესტრთან ბატონი ნიკა ნიკვაშვილის დირიჟორობით პირველად მოხდა ჩემთვის ესეთი რამ, რომ ცოცხლად სპექტაკლებში ვიმღერე. ჩემს ცხოვრებაში ესე მოხდა მეოთხე კურსზე, მართლაც დიდი ბედნიერება გვეწვია.
პირველად და სხვა შორის უკანასკნელად ბატონ რობერტ სტურლამ აიყვანა ჯგუფი მეოთხე კურსის. ხა მოგეხსენე მე ძალიან კარგი პედაგოგები მყავდა მანამდეც, მაგრამ ხა ბატონი რობრიკო, რომელიც მანამდე ასე ვიტყოდი, არ სწავლობდა თეატრალურ არა უბრალოდ სწავლობდა, უბრალოდ არც ეცალა ალბათ იმისთვის, რომ ჯგუფი წაეყვანა და რატოღაც გადაწყვიტა. რა თქმა უნდა, ეს იყო მე სხვათა შორის ამას ძალიან რამდენიმე დღის წინ მომიწია, ჩემს რაღაც კოლეგებთან ვაპარაკობდი, რომ არა ეს ფაქტი შეიძლება მე რუსთავის თეატრში არ მოხვედრილიყავი, საერთოდ ან ბევრი წლების შემდეგ მოხვედრილიყავი და ისე მოხდა, რომ რამოდენიმე თვეში მან დაიწყო ახალი სპექტაკლის შექმნა. ეს იყო შემდეგ უკვე ძალიან გახმაურებული სპექტაკლი ლურჯი ცხენები წითელ ბალახზე, სადაც მან მოინდომა, რომ ერთ-ერთი მთავარი მნიშვნელოვანი როლი საპოჟნიკოვა ახალგაზრდა გოგონას როლი, რომელიც საოცარი მართლაც სახე იყო, საინტერესო. მე თამაშობ მე, აი ესე აღმოჩნდი ეს გოგონა, აი ამ ლეგენდარულ სცენაზე. ჩვენ ახლა ადვილად ვაყობთ ლეგენდარულ, მაგრამ ეს სცენა მართლაც ლეგენდარულია თავისი წარსული, თავისი არტისტებით, რეჟისორებით, დამეთანხმებით ალბათ და მეოთხე კურსის გოგონა რომ შემოვედი აი ესე სცენაზე და მე სცენა მქონდა ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფინალური სცენა იყო, სადაც ეს გოგო ეს იყო ანტისაბჭოთა სპექტაკლი, ასე ვიტყვი. დიახ. წარმოიდგინეთ, ეს ხდება 91 წელს მოქმედება და მაშინ ძალიან საშიში იყო ამდაგვარი სპექტაკლის დადგმა. სამ ლენის გასამებული ლენი იყო ბატონი ედიშე რომაყიშვილი, ბატონი ჟან რივაშვილი და ბატონი გოგე ხარაბაძე თამაშობდა ამ სამ ლენის, რომელსაც ებრძოდა ეს თალხედი, ესე ვიტყვი, გოგონა, როგორც ლენინი ამბობდა, ერთ-ერთი ხორცმეტი. ძალიან საინტერესო სპექტაკლი იყო, რომელიც ჩვენ ძალიან მალე გასტროლებზე აღმოჩნდით მოსკოვში და პირველივე სპექტაკლზე მოხსნეს და აგვიკრძალეს თამაში. იმდენად ანტისაბჭოთა სპექტაკლი იყო და სხვათა შორის ჩვენ სასტუმროში გვეშინოდა, რომ არ მოსულიყო და ბატონი რობერტი არ დაეჭირათ, ესეც კი იყო. ნუ შემდეგ ისე მოხდა, რომ ერთი წლის შემდეგ ბატონმა ედუარდ შევარდნაძემ მოინდომა, რომ აღედგინათ ეს სპექტაკლი. წარმოიდგინეთ და მან თქვა, რომ მე ჩემ თავზე ვიღებ, მას დანახი ქონდა არაერთხელ სპექტაკლი და აღადგინეს ეს სპექტაკლი. აი ესე მოხდა რუსთავის თეატრის სცენაზე და აი ამ მრავალი წელია, სხვათა მე შემდეგ, როდესაც გავიდა წლები, ადამიანი ეჩვევა. იცით, მე ამ უზარმაზარ სცენაზე, ამ ჯადოსნურ ამაღლებულ სივრცეში არაერთი მნიშვნელოვანი და როლი მითამაშია ბატონ რობერტ სტურლასთან, სხვა რეჟისორებთან, ბატონ ავთოვარ სიმაშვილთან, ბატონ გოჩა კაპანაძესთან, ბატონ გოგა თავაძესთან, ბატონ გიგა ლორთქიფანიძესთან. ამიც არ მინდა ვინმე გამორჩეს, მაგრამ მე მგონი ძირითადად უმეტესად ვისთანაც ვთამაშობდი ვახსენე და ძალიან მნიშვნელოვანი სპექტაკლებში და მაგრამ ეჩვევი იცით ამას და მახსოვს ძალიან ბევრი წლების შემდეგ, სულ რაღაც რამდენიმე წლის შემდეგ დამემართა გამეორდა ის, რაც პირველად მოხდა. იყო ესეთი ფაქტი, რომ ლურჯი ცხენების სპექტაკლს თამაშობდი და ადრე მოვედი და მომიტე სცენაზე შესვლა. სცენაზე შევედი, არავინ არ იყო, ნახევრად განათებული დარბაზი და რომ გავხედე, მივხვდი, რომ სად ვარ და ცოტა ერთ-ორ საათში მე უნდა გამოვიდე და 800 ადამიანი და მათ წინაშე მე წარსტკისი და მომისმინონ, ჩემ გვერდით იყვნენ, გაიზიარონ ჩემი ტკივილი და ეს რო აღვიქვი მაშინ ძალიან ამნერვიულდი. შემდეგ ეს დამავიწყდა, უკვე მოგიყევით რამდენი ისორთან, რამდენი როლები ვითამაშე, სიამაყით ვიტყვი არა, ჩემი მადლობა ყველას მათ, ძირითადად მთავარი როლები. აი რამდენიმე წლის წინ შევედი, აი ეს იგივე განმეორდა და შემდეგ დავაფიქსირე, რომ შევიხედე სცენაზე არავინ არ იყო და შევედი და გამახსენდა ის მრავალი წლის წინანდელი შეგრძნება და მე მსგავსი რომ აღარ მქონია. მადლობა ჩემთვის თქვი, არ ვიცი,
განგებას, რეჟისორებს, ჩემს პარტნიორებს და დავაფასე კიდე თავიდან. ხოთიშორის მე აი ეს ყველაფერი. აი ამ ტვერს, რომელსაც ჩვენ სცენის ტვერს ვეძახით, რაღაცა საოცარი არ ვიცი, კარგი გაგებით ვიტყვი, თითქოს საწამლავია, ჩვენ ვიწამლებით. ნუ ყოველ შემთხვევაში უმეტესობა ესე ხდება, იშვიათი გამონაკლისის გარდა, ასე ვიტყოდი ალბათ, ის თუ მოხდა იმ სცენაზე, რაღაც ერთი ორი სიტყვა თქვა, ან იმღერა, ან იცევა. შემდეგ ძალიან იშვიათია, რომ შეეძლოს აი ამის გარეშე ცხოვრება. მე საწამლავი სპეციალურად თქვი, რომ აი თითქოს ჩვენ ვიწამლებით და ჩვენ შემდეგ უკვე აი ამის გარეშე ცხოვრება არ შეგვიძლია, ვერც წარმოგვიდგენია. ესე ყოველ შემთხვევაში და არა მარტო მე, რა თქმა უნდა. და მე ხოთიშორის ახლა წინა თემაზე არ საუბრობდი, ბოლო დროს თქვი კიდეც, რომ კიდევ ერთხელ მივხვდი, რომ სწორი არჩევანი გააკეთა იმ პატარა გოგონას. იმიტომ რომ მე მრავალჯერ დავწუნდი ამაში, რომ თავარი ცხოვრებაში არის შენაკეთო ის საქმე, რომელიც გიყვარს, რომელიც სიამოვნებას განიჭებს, დიდი ხარ თუ პატარა, შენ ამით ხარ სავსე და ბედნიერი, ეს არის თავარი. იმდენი მსახიობები, ვიტყვი აი თუნდაც ორი იტალიელ დიდ მსახიობს. ეს იყო ანა მანიანი და სოფი ლორენი, რომელსაც მე ასე ვიტყოდი, რომ არა მარტო ისინი, ხა შემდეგ სხვა მსახიობებიც იყო, ჯერთ ჩვენ ფერიკო ანჯაფარიძე ყავდა, სამწუხაროდ მე სცენაზე მხოლოდ ერთ სპექტაკლში მყავდა ნანახი, მაგრამ ისიც საკმარისი იყო მისი უდიდესი დიაპაზონი და ტრაგიზმი, საოცრება. სამწუხაროდ ქალბატონის სესილია სცენაზე ვერ ნახე, თუმცა ფილმებში ფანტასტიკური იყო და ისინი ჩემთვის რა თქმა უნდა იყო პირველ რიგში. და არა მარტო ისინი, ამ თეატრში იმდენი დიდი მსახიობი იყო. მე შინია კიდეც ჩამოთვლა ქალბატონი მედია ჩახავა, ქალბატონი ზინა კვანიჩხილაძე, ქალბატონი სალომე ყანჩელი, ქალბატონი მარინა თბილელი და ნუ შემდეგი თაობებშიც აღარ ჩამოთვლი, ვინმე არ გამორჩეს და წარმოიდგინეთ ახლა როგორი საამაყო იყო, როდესაც შემდეგ მე ქალბატონი სალომე თამაშობდა ბერნარდა ალბას სახლს და შემდეგ წლების მერე მე ნარახი მქონდა ეს სპექტაკლი ფანტასტიკური ჩემო ჩხეიძის ქალბატონი სალომე ყანჩელით წლების შემდეგ ბატონმა გოჩამ დადგა ბერნარდა ალბა და მე ვითამაშე ბერნარდა. იგივე მედეა, რომელიც ფერიკო ანჯაფარიძე თამაშობდა. შემდეგ რა ვიცი, თბილისში ყოველ შემთხვევაში საქართველოში, როგორც მე არ ვიცი, ქალბატონმა ნათელა ურუშაძემ ესე მითხრა, რომ შემდეგ რაღაცა არავის არ უთამაშია და ისე მოხდა, რომ მე ვითამაშე. დიდი მადლობა, რა ვიცი, რა გითხრათ. აღარ ჩამოთვლი ჩემ როლებს, უბრალოდ ისინი ვახსენე და არ შემეძლო არ მეთქვა იგივე ქალბატონი ზინა, რომლის პარტნიორით შემდეგ მე ვიყავი მახუც ჯამბაზებში, ჩვენ ერთად თამაშობდით. იგივე მზის დამნელება საქართველოში, ქალბატონი ზინა თამაშობდა და უამრავი შორს წაგვიყვას, რომ ჩამოთვალო მე. ისინი ვისთან ერთადაც მე მომიწიან მამაკაცებზე აღარ ვაბო, ბატონი რამაზ ჭიკვაძეს რამდენიმე სპექტაკლში შვილს თამაშობდი მე ფელირში, შემდეგ მეუღლეს თამაშობდი ასერგასის დღეში, ჰიტლერს თამაშობდა მე ევა ბრაუნს და კიდე აღარ ჩამოვთვლი ბატონი გურამ საღარაძესთან ერთად და ბატონი კახი კავსაძესთან ერთად, მათ ბოლო სპექტაკლებში მე მათი პარტნიორი ვიყავი, ეს საოცრება მოხდა და მე ძალიან ბედნიერი და ამაყი ვარ ამით. ნუ ძალიან სასაცილოა ჩემი მონაწილეობა, თუმცა ეგ არის რამდენიმე გიმნაზისტი გოგო, რომლებიც ჯერ მღერიან ვისაც სუფთათაცვია და იქავარ მეც, მაგრამ ვერ მცნობს ხო პატარა გოგონა ვარ, მე ღიაფერის თმები მქონდა, საერთოდ ბუნებრივად აქ ღიაფერის თმებით ვარ და შემდეგ უკვე ჭუჭყიანები რო ვარ და არავინ და იქ ორი ეპიზოდია, სადაც მეც ვარ მღერი და ცეკვავ რამდენიმე გოგონა. ესე მოხდა, რომ პატარა გოგონა ეს საოცრება, ბატონი გიორგი შეგრას ფილმში აღმოჩნდი და ეს იყო ჩემი პირველი ეკრანზე გამოჩენა. მე არ მინდა ვისაუბრო იმ ტკივილზე, ის თავისებური გამოწვევა იყო, როდესაც
მე სრულიად ახალგაზრდა გოგონა, აღმოჩნდა რომ ჩემი მეუღლე უცებ გარდაიცვალა. მე მაშინ რაღაც 34 წლის ვიყავი და განებივრებული გოგონა ასე ვიტყოდი ჯერ ჩემი მშობლების მიერ, ჩემი მეუღლის მიერ, რომელიც ჩემზე უფროსი იყო და მართლაც განებივრებული ვიყავი ძალიან, არაფერი მე არ მეხებოდა. ცხოვრებისეული ასე ვიტყოდი და აღმოჩნდა რომ მამა ჩემი 2 წლით ადრე გარდაიცვალა უკვე და მე და დედა ჩემი და პატარა ჩემი შვილი დავრჩით. ეს ყველაზე დიდი გამოწვევა ალბათ ეს იყო, არ ვიცი. და შემდეგ ისე აღმოჩნდა რომ ძალიან მალე მე შემოთავაზა გოჩა კაპანაძემ ბერნარდა, სადაც მე უნდა მეთამაშა დედა ჩემზე უფროსებით საუკეთესო მსახიობები ჩემ შვილებს დამაშობდნენ. მაგრამ ალბათ იცით მე მაშინ არ მიფიქრია. აი შემდეგ მე დავფიქრდი რატომ უნდა მას რომ მე თამაშა მე ახალგაზრდა გოგონას. ალბათ ეს მოხდა ეს იყო ურთვეში ჩემი მეუღლის წასვლის შემდეგ და ეთქობა მე ამ ფაქტმა უცბად ისე დამაბერა და ისეთი შემძინა ასე ვიტყოდი ტკივილებით ცხოვრებისეული რაღაცა გაკვეთილით და სხვათა შორის მე ბერნარდა ალბათ დამეხმარა ჩემი ტკივილის გადატანაში და აგრეთვე პირიქითაც რომ მე თამაშა ბერნარდა ალბათ ჩემი ტკივილი დამეხმარა. ალბათ ეს იყო გამოწვევა. თორე ბევრი გამოწვევები მქონია ნამდვილად. წყდება გული იმაზე რომ გეტყვით პროფესიაში მე ვერ ვიტყვი, თუმცა იყო რაღაცები კი რომელსაც ვცნებობდი ბავშვობაში, მაგრამ უკვე ვეღარ ვითამაშებ, ესეთი როლები არსებობს, მაგრამ სამაგეროდ ისე მოხდა რომ ისეთი როლები ვითამაშე, რომელსაც მართლა ყველა მსახიობი ოცნებობს ასე რომ რა მოხდა მე? ეხლა ვითამაშებ უფრო სოლიდურ ქალბატონებს, იმ გოგონებს ვეღარ ვითამაშებ, რომლებსაც დაუშვათ ვოცნებობდი. აიცით რაზე წევა გეტყვით გული ის რომ ყოველთვის მინდოდა ბევრი ენების ცოდნა. ბავშვობაში ფრანგულს მასწავლიდნენ, შემდეგ უკვე ზრდასრულ ასაკში ინგლისურის სწავლა დავიწყე, თითქოს საუბრობდი ამ ორ ენაზე, მაგრამ მე ეხლა უკვე მცხვენია საუბარი, იმიტომ რომ ვიცი რომ არასწორად ვისაუბრებ და სულ მინდოდა მესწავლა ესპანური და სპარსული სხვათა შორის და არ ვისწავლებ. ნუ ვაბრალებ იმას რომ არ მეცალა, თუ არ ქონდა, მაგრამ ნუ არ ვიცი, ეს მაინც ვაბრალებ ჩემ რაღაც სიზარმაცეს. და მწყდება გული ძალიან რომ დამავიწყდა რაც ვიცოდი ფაქტიურად და ის რაც ძალიან მინდოდა ეს ორი ენა არასდროს არ ვისწავლე. მცხვენია, მაგრამ ძალიან ბევრი კომპლიმენტები მომისმენია. ერთი აი ძალიან ძალიან ახალგაზრდობაში არ იყო. რადიოში ვიყავდა ერთი პერიოდი გადაცემა ასეთი ცნობილ ადამიანებზე, რაღაცები აღარ მახსოვს, როდენზე ჩავწერე, მხატვრებზეც, კომპოზიტორებზეც, მსახიობებზე და შემდეგ იყო რეკავდნენ ხოლმე რაღაც ადამიანები და ქალბატონმა დარეკა ერთმა სხვა შორის თქვა და თქვენი ხმაო მე ბახის მუსიკას გავსო თუ რაღაც გავს და ეს იყო ისეთი კომპლიმენტი რომ არც ვიცოდი რა მეპასუხა. რა ვიცი, ბევრია, იცით? აი რო გეტყვია რომ მე ერთმა ძალიან სერიოზულმა ადამიანმა თქვა რომ მენდომებოდა რომ სხვა რო ვიყო, მარინა კახიანი ვიყო. რეჟისორმა თქვა ეს სხვათა შორის. და ეს ისეთი დონის კომპლიმენტი იყო. ანუ რა თქვა იცით? მამაკაცია და მამაკაცია სპეციალურად ვამბობ ხაზგასმით და თქვა ქალი არასდროს მენდომებია ყოფილიყავიო და რო ყოფილიყავი მენდომებოდა რომ მარინა ვიყო და შემდეგ 2-3 დღის წინ ახალგაზრდა გოგონა მითხრა ჟურნალისტმა იგივე და ამაზე დიდი კომპლიმენტი არ მოყვები სხვას. ხა შეიძლება უთქვამთ სხვა შორის ძალიან დიდი რამდენიმე ამერიკას მსახიობს, მაგრამ იმას არ მოყვები, რომ ამაზე დიდი კომპლიმენტი, რაც გოგონა მითხრა უკვე ეს ჟურნალისტმა რამდენიმე დღის წინ. ის ფაქტიურად გაიმეორა. დავიწყებ იქიდან რომ მეგრული ნაწილობრივ ვიცი, იმიტომ რომ დედაჩები და ბებიაჩები რაღაც ბავშვობაში, მეგრელი დედა მყავდა და ისინი რაღაც საიდუმლო უნდათ ერთმანეთში მეგრულად საუბრობდნენ და
დავინტერესდი რა საუბრობდნენ და ოღონდ მე ძალიან ხმამაღალი ნათქვამია ვიცი ძალიან ისე ასე ვთქვათ აი კარგად არ ვიცი ნამდვილად ვეგრული ვიცი ბევრი სიტყვები რომელიც არ ვიცი ცოტა ვიცი აუცილებელია ასე ვთქვათ რაც შეეხება მართალი გითხრათ ну კი თქვენ აბსოლუტურად მართალი ხართ ტელევიზია ესეთი რამ არის ყველაზე პოპულარული დღეს კინოც არ არის ესეთი პოპულარული როგორც ტელესივრცეა ესეა აღარა ვამბობ თეატრზე მე მანამდე სხვათა შორის ეს ჩამოვთვლი მაშინ არა მარტო პირველი არ იყო ჩემი ცოლის და ქალები პირველი სერიალი იყო პირველი ქართული სერიალი ბატონი ავთოვარსმაშვილის გადაღებული სახლის ძველს უბანში სადაც მე მეორე ნაწილში ვარ პირველ ნაწილში არ ვარ და ძალიან მიყვარს დღესაც სხვათა შორის და დიდი ხანი არ მინახავს და ძალიან მინდა რომ ნახო ძალიან საინტერესო სახეა თვითონ ვისაც მე ვასახიერებ ის გოგონას და ეს იყო პირველი შემდეგ უკვე იყო იმედის პერიოდში რამდენიმე სერიალში ვითამაშე ეს მტრის გემო ბატონი დათო ჯანელიძემ გადაიღო ეს არის მინი სერიალი სადაც მე და ჯაბა პილაძე ვთამაშობდით მთავარ როლებს ისეთი სერიოზული ტრაგიკული ასე ვთქვი ტრაგიკულის გარდა დეტექტივური სერიალი თუმცა ძალიან ტრაგიკული მედის ქალბატონი ვთამაშობდი მე შემდეგ იყო ისევ მოკლე სერიები იყო სხვადასხვა ოტელოები ასე ვთქვათ სხვადასხვა კუთხეებში და მე ვითამაშე ზაზა კოლილიშვილმა გადაიღო სადაც მე და ხურცილავა თამაშობდით ჯაპანას ეძახიან ოტელო კახეთში იყო ესეთი შემდეგ სხვა შორის ვითამაშე რუსულ სერიალში ძალიან ცნობილი ლატვიელი მსახიობი თამაშობდა მთავარ როლს ივარ კალნეში რომელიც პარტნიორიც მე ვიყავი და ძალიან საინტერესო გადაღებები ჰქონდა ბაქოში ანუ სერიალებში ვერში ვითამაშე გამოვიდა ბოლო წლებში ფილმებში არ ვითამაშია თორე ასევე იმედის სერიალი გოგონა გარეუბნიდან იყო სადაც მე ვთამაშობდი ტელევიზიის დირექტორს და ბოლოს რამე შეიძლება გამორჩა არ ვიცი და ბოლოს ჩემი ცოლის და ქალები იყო სხვათა შორის როდესაც დაიწყეს ჩემი ცოლის და ქალების გადაღება მე მუშაობდი გოგონა გარეუბნიდან ვიღებდით მაშინ აი შემდეგ უკვე რაღაც ისე მოხდა და ავიყავე მე ბევრი სერია გადაიღეს გადასავალი ძალიან ისეთი პოპულარული გახდა ეს სერიალი ძალიან პოპულარულები გახდნენ ის მსახიობები და უკვე შემდეგ რომ დამირეკეს მართალი გითხრათ თავიდან ვთქვი ძალიან მესიამოვნე რომ განსხვავებული სახე იქნებოდა არც ტრაგიკული იყო და რაღაცა განსხვავებული იყო სახასიათო და ძალიან მომინდა ხა სპექტაკლები მე ტრაგიკულიც მითამაშია კომედიური როლებიც მითამაშია მაგრამ ხა კომედიური როლი ეკრანზე არ მითამაშია და არც სერიალში და ძალიან დავინტერესდი თუმცა მე იყო რაღაც მომენტი ცოტა შემეშინდა და თითქოს ვაპირებდი უარის თქواس იმიტომ რომ ფილმი კიდე სხვა არის და ტელესერიალში ასეთი კომედიური როლი ცოტა შევწვი რომ რაღაცა ხელოვნური არ გამოვიდეს ზედმეტი არ გამოვიდეს და უარის თქواس ვაპირებდი იქნება არ ვითამაშე თქო სხვათა შორის და მე რაღაცა რა დამეთანხმეს და მადლობა რომ დამეთანხმეს იმიტომ რომ დღეს ძალიან მიყვარს ეს როლი ხა ნუ ახალგაზრდა თაობამ ამ სერიალის გარდა რა თქმა უნდა ხა იშვიათი გამონაკლისის გარდა გასაგებიც არიციან მათ სხვა სერიალები სპექტაკლები სადაც ჩვენ მონაწილეობდი და იციან ნატურალი იცით რა მომენტია ხან რაღაცა იყო მომენტი როდესაც ცოტა უკვე დარები მეშლებოდა ხო ვიცით მიხვდებით ახლა რატო იმიტომ რომ მსახიობს სხვა შორის გურამ სახარაძე მახსენდება როდესაც სერიალი გამოვიდა სახლი ძველ უბანში მას ყველა ეძახდა ჟორა ჟორას და თან უხაროდა და თან მე თქვა რომ უკვე ნერვები მეშლებაო რაღაცა ამბობდა ციფრს 100 რაღაცა ფილმში და სპექტაკლში ითამაშედა ყველა ჟორა ჟორას მეძახისო ხო და მე რაღაც და თითქოს ჩემთანაც ეგ მომენტი იყო
რომ რაღაც მომენტში გავხიზიანე, მაგრამ მეორე მხრივ აი ამ თაობას, რომელიც 20 წლიანები არიან, არ შეიძლება ნახი კონდეთ ის სპექტაკლები, ის ფილმები და ეს იციან და ძალიან დიდი მადლობა. ძალიან საინტერესო თავისთავად სერიალი არის თელმა საქართველოს და არა მარტო საქართველოს ხოთშურს აღმოჩნდა სამაგარეთაც უყურებენ რა თქმა უნდა ჩვენ ძვირფასი ქართველები ემიგრანტები და ის მათ არ აქვს საშუალება რომ ნახონ ის ფილმები თუ სპექტაკლები და ამიტომ პირიქით რა თქმა უნდა ძალიან სიამოვნებს და ის რომ აი აბსოლუტურად განსხვავებული სახეა ჩემი მანამდე შემოქმედებიდან ეს ძალიან სასიამოვნო და მადლობა მათ შემქმნელებს რა თქმა უნდა რა მე ხარ გინანიო მე მომყევი რაც ვინანი ალბათ ერთ-ერთი სინანული ისიც არის რომ ჩემ შვილს აი უმცროსი და ძმა არ ყავს იმიტომ რომ მე ერთადერთი შვილი მყავს ვახტანგ ვათან მატარაძე რომელსაც აი კარგი იქნებოდა თავისი უმცროსი და მას უფროსი დაყავს რომ ფანტასტიკური ურთიერთობა აქვს მაგრამ აი მე ერთი შვილი მყავს და ეს რა თქმა უნდა ცოტა ისეთი მომენტი ალბათ მე მაინც უფრო ეს მოხდა იმიტომ რომ თეატრში მაშინ აი ეხლაც დაკავებული ვარ მადლობა მაგრამ მაშინ დღეარი ყორო სპექტაკლი არ მქონოდა და აი შემწირე გამოდის ეს მაინც ხო რაღაც ბევრი რამ თეატრს და მაგრამ იცით ეს არ ვიცი ალბათ პირველ რიგში მისი გენეტიკის ბრალია რომ კარგი ადამიანია, კარგი ვაჟკაცია ის მუშაობდა იურიდიული დამთავრებული თქვენ წარმოიდგინეთ არ მოუნდა თუმცა უნდოდა რაღაც პერიოდი და მე გადაიფიქრა თეატრალურ უნივერსიტეტში ჩაბარება იურიდიული დამთავრდა თუმცა შემდეგ ძალიან ბევრი წლები მუშაობდა რუსთაველის თეატრის მთავარ ადმინისტრატორად ეხლა არის თეატრალური უნივერსიტეტის თეატრის დირექტორი მაინც ვერცილდება თეატრს და მე სოციალს მithქვავს მისთვის ასე თუ ვერცილდები ასე გიყვარს თეატრი და არ შეგიძლია ბარემ დაგემთავრებია თეატრალური მეთქი, მაგრამ ესე მოხდა. მას ყავს გადასარევი მეუღლე, თამარი, პირველი მეუღლე ყავდა ეკატერინევის და ყავს ვაჟი, გიორგი მატარაძე, ჩემი მეუღლის სახელი ქვია მას და მეორე ქალბატონი ალექსანდრა 7 წლის არის ჩემი მეგობარი უახლოესი ალექსანდრა სოციალს მოხდა რომ მე საერთოდ არც ერთხელ ჩავრევი ვარ ხოთაშორის ნამდვილად. მე შეიძლება რჩევა მიმეცა მისთვის, ეს ეხება პროფესიასაც, მის პირად ცხოვრებასაც, მაგრამ ზედმეტად არ ვერევი, იმიტომ რომ ეს არის მისი გადასაწყვეტი, მისი ცხოვრება. რჩევა შეიძლება, მაგრამ მე არ მომწონს, როდესაც დედები აიძულებენ შვილს, ეს იქნება პირადი თუ ეს იქნება სამსახურეობრივი, ასე ვთქვათ, გზა რჩევა, მე არ მაქვს უფლება, რომ ზედმეტად ჩავერიო მის ცხოვრებაში. და ამიტომ არასდროს არ ვაიძულე არასდროს არც პროფესიის არჩევა და არც ასე ვთქვათ, ოჯახის შექმნის დროს და რა ვიცი, მე ვფიქრობ ძალიან კარგი ოჯახი აქვს და ჩემი ალექსანდრა, ჩემი მეგობარი, რომელიც როგორც ისამბლს ახლა ხატვარი მარო 7 წლის არის და რა ვიცი თითქოს არ ვიცი უნდა თუ არა რაღაც სახეობური ნიჭებიც მე მგონი ცოტა აქვს რაც შეეხება სახელს ისე გამიხარდა მე არ მithქვამს არ ჩავრებულ ვარ არც სახელის არჩევაში და გამიხარდა როდესაც მითხრეს რომ ალექსანდრა უნდა დაერქმიათ იმიტომ რომ და ჩემს უძვირფასეს უახლოეს მეგობარს და დედას ალექსანდრა ერქვა და სხვათა შორის ჩემ დედამთილსაც აი ესე მოხდა რომ ეს არც თუ ისეთი საქართველოში გავრცობილი სახელი ალექსანდრა და ჩემსაც ერქვა და ჩემს საყვარელ დედამთილსაც და ჩემ გოგოს ქვია ალექსანდრა და ძალიან მიხარია რჩევა ის რომ პირველ რიგში თუ არ გიყვარს ეს საქმე არ შეიძლება ცოტა ხართ რომ ძალიან ბევრი შრომა უნდა, ტკივილიც არის ბევრი, ან გაგიმართლებს, ან არა შეიძლება ძალიან ნიჭიერი იყო და არ გაგიმართლოს, ისეთივე ნიჭიერი შეიძლება გაუმართლოს და ამის გარდა ეს
მართლა უნდა გიდოდეთ და უნდა ბევრ რამეზე ვარი თქვათ, თუ არ შეგიძლიათ ეს მაშინ უარი უნდა თქვათ ამ პროფესიაზე, შრომა ჭირდება ბევრი, ფიქრი ჭირდება ბევრი, აზროვნების გარეშე ეს პროფესია არ არსებობს, გემოვნება რა თქმა უნდა თავისთავად, მაგრამ მოკლედ იცით რა ზედმეტი ამბიციაც არ შეიძლება ამ პროფესიაში. დავწმუნდი ამაში ყველა თაობების როგორ გითხრათ მე უკვე დიდი ხანია ჩემი უფროს და უფროს თაობებს მოსწრები ვარ ჩემ თაობას, შემდეგ თაობებს ზედმეტად ემოციური, ზედმეტად ბოდიში ემოციური საჭიროა, ზედმეტად ამბიცია ხუპავს. მე ვფიქრობ სხვა პროფესიებშიც ესეა, მაგრამ მე რაც ვიცი იმაზე ვსაუბრობ, ამ პროფესიაში ხუპავს. ამბიცია საჭიროა, მაგრამ არა გადამეტებული. ძალიან დიდი მადლობა ყველას. პირველ რიგში ჩემს მაყურებელს, იმიტომ რომ მაყურებლის გარეშე ჩვენ არაფერი ვართ, ასე ვიტყოდი. მადლობთ იმისთვისაც, რომ დამეთმეთ რაღაცა პერიოდი და ჩემი აზრები მოისმინეთ, ჩემი წარსულზე და ჩემს აწყოზე. იმედია მომავალში კიდე შემდეგ მოგვეხსენებთ.